ეხლა ნუცა ბუზალაძე სახლიდან გვერდება და დაველაპარაკები. ნუცა მოგესალმები. გესმით ჩემი ხმა? კარგად მესმის კი. მოგესალმებით, როგორ მომენატრეთ ყველა. ჩვენს ძალიან გვაკრიხარ ნუცა. ძალიან მართლა. მაგრამ არაუშავს გამოჯამრთელდები, მთავარი ეგ არის და მე ერთი თვე დამჭირდება, სანამ ბოლომდე მორჩება, ესე რომ ვთქვათ, ჩემი ფეხი და შეხორცდება, იმიტომ რომ არის მოტეხილობა. და ამიტომაც მე რომ მეგონა რომ 3 დღეში მოვრჩებოდით აბაშირს მოვიხსნი და ისე გავაგრძელებდით ცეკვას, ესე არ აღმოჩნდა სამწუხაროდ, მაგრამ ნუ რას ვიზავ, მთავარია ჯანმრთელობა. ნამდვილად უმთავრესია ჯანმრთელობა და შენ როგორც სამწუხაროდ გამოთიშული მონაწილე, რამეს ხომ არ ეტყოდი დარჩენილებს? რა თქმა უნდა. ჩემს ყველა მეგობარს, ვინც არის ამ პროექტში, პირველ რიგში მონაწილეებს მინდა უსურვო ძალიან დიდი წარმატება. ყველანი შემიყვარდით ძალიან მაგრად მართლა მთელი ჩემი გულით და ყველაზე მეტად მე მართლა ეს მიჭირს, რომ თქვენთან აღარ მიწევს ყოველდღიური კონტაქტი. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს მეწყვილეს რატი გაჩეჩილაძეს და ბოდიშიც მოუხადო, იმიტომ რომ ის მეუბნებოდა, რომ არ გვინდა ამ პაჯეშკის გაკეთება არ გვინდა, მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე და ვამბობდი, რომ მინდა ეს რთული გავაკეთო, რაღაც რთული უფრო მაგარი და ესეთი რაღაცა მოხდა და ეს არის ყველანაირად ჩემი ბრალი, ამიტომაც ამ ტრამვით მე ძალიან დიდი გაკვეთილი მივიღე. და გავითვალისწინებ აუცილებლად იმ შეცდომას, რაც მე ამ პროექტში დავუშვი. და რაც შეეხება პროექტს, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც საერთოდ გადაწყვიტეს ჩემი ამ პროექტში მოწვევა. ძალიან დიდი მადლობა გენერალურ პროდიუსერს იმედის ივანს, დიდი მადლობა გიორგი ბახტაძეს, უღრმესი მადლობა მართლა გიორგი შენ, ასევე ფანქველას, რა ვიცი, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტზე მუშაობს, ანანოს, ნინუცას, ჩვენს გრიმიორებს, ჩვენს ოპერატორებს, ჩვენს წამყვანებს და ჩემს უსაყვარლეს ჟიურის წევრებს, ბატონ გიორგი უკაცრავად ძალიან დაბნეული ვარ. არაუშავს. ხიშილს უღრმესი მადლობა. ასევე სოფო შევარდნაძეს და ჩემს გოცა ჩერტკოევს, რომელიც ძალიან შემიყვარდა და ასევე უღრმესი მადლობა არ მინდა გადაუხადო, ძალიან მინდა გადაუხადო. ეხლა ტიტრები ნუ ჩამოთვალე, ეხლა ტიტრებში ვართ უკვე, ტიტრებში გავედით, ტიტრებში. რომელიც რო არ ყოფილიყო. ბოდოში ტიტრები რო იქნება, პატრიცემულ ტელემაყურებლებო, ყველას მადლობა გადაუხადა ნუცა. და ბოლოს რუსა მორჩილაძეს. ძალიან მიყვარხართ მემაპატია კანანკა ანუ ჩვენს გიშტები ჩემზე მიყვარხართ ყველა ჩვენს გვიყვარხართ ძალიან და ერთი წამით სიურპრიზი შენთვის გადავიდეთ ანუკასთან მონაწილეებს შენთან საქმეა სამწუხარო ამბავი ჟიურის და მაყურებლის შეფასებით ერთ-ერთი ლიდერი წყული გამოაკლდა შოუს, თუმცა ჩვენ მართლა ძალიან გვაკლიხართ, ძალიან გვიყვარხართ და გვინდა რომ გამოჯამრთელდე და აი რაღაცა უნდათ რომ გითხრან მონაწილეებმა. ნუცა გვიყვარხართ! იმედია ცოტათი მაინც გაგამხნევებს ეს ფაქტი და უფრო ძლიერი იქნები ამ პერიოდში. ძალიან დიდი მადლობა. ვეხა მე გაჩერდი. ნუცა ძალიან გვიყვარხარ, ძალიან მაგარი გოგო ხარ და შენ რო გიყურებს ელა წურწუმია დარბაზში ცალკეტირის, გაჩერდი. ყველაფერი კარგად არის. არაუშავ, მოგირჩება ეგ ფეხი საერთოდ თაბაშირი იყოს კარგად, კაცო, თავარია. ვიცა მიყვარხარ ძალიან. ძალიან მეც მიყვარხართ ყველანი და გელით ამ დარბაზში გამოჯამრთელებულს. აუცილებლად, შემდეგ კვირას აუცილებლად მანდ მინდა რომ მოდი, ყავარჯინები ჩემზეა, მოდი. კაცრი ძალიან ბევრს გამოჯამრთელდი და ჩვენ 4 5 6
სულ მაღალზე მეხი და ყინულებსაც ვიდევდი. Dramaturgii ძლიერია. ვიდეოთ მონტაჟში ამიტომ სადღაც მინიმუმ 4 დღე უნდა იყოს ძალიან საშინელი ტკივილია, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, რომ რადგან მეუნებიანი ექიმები ის გავაკეთო 4 კვირაში, ისეთ ფორმაში მიქნება ფეხი, როგორც ჰქონდა. გუშინ მთელს რო ვეღარ იცეკვებო, მაგამდე მეგონა, რომ ორშაბათს მოვიხსნიდი თაბაშირს და ჩვეულებრივად ვიცეკვებდი. აი ეგ იყო ყველაზე დიდი სტრესი ჩემთვის, რაც გადავიტანე, რომ მითხრეს, რომ ვეღარ იცეკვებო. 21 ნოემბერს მოყვანილი იქნა ბუზალაძე ნუცა 17 წლის. გააკეთებული იქნა რენტგენოგრამა, რენტგენოსკოპია, სადაც აღმოჩნდა მედიალური გოჯის მოტეხილობა, ასე ვთქვათ, სტომის გარეშე. ეს იმდენად სერიოზული ტრავმაა, რომ აუცილებლად საჭიროებს თაბაშირის იმობილიზაციას და შესაბამისად თაბაშირით ვერ მოახერხებს იგი ცეკვის გაგრძელებას. რატის გუშინ ველაპარაკე. თვითონ მითხრა საერთოდ, რომ არ გვინდაო, არ გვიღირსო, არც მე და არც შენო, რომ აქლა რისკზე წავიდეთო. ჩემთვისაც და შენთვისაც ჯობია, რომ გამოვეთიშოთ პროექტს, დაისვენო და როცა გექნება უკვე ჯანმრთელად ფეხიო, მერე დავდგათო საჩვენებელი ცეკვაო. ძალიან გული დამწყდა იმაზე, რომ ის ცეკვები ვერ ვიცეკვე, ის ცეკვაც მინდოდა. რა თქმა უნდა, მთავარია პირველ რიგში ჯანმრთელობა და მისი ჯანმრთელობისთვის ესეა საჭირო, რომ დატოვოს პროექტი და მალე გამიჯანმრთელდეს. ეს იყო ყველაზე რთული მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რომ პირველად ნახე ამ ხელაცრემლები ჩემი შვილისათვის.